დატვირთული სამუშაო გრაფიკი, მუდმივად ხელწერილებში ყოფნა, ანალიზი, კრეატიულობა, ღამეების თენება და რაც მთავარია იმედი იმისა, რომ სიუჟეტის გმირების ცხოვრება გარკვეულწილად მაინც შეიცვლება. ეს არის მეცხრე არხის გადამღები ჯგუფის ყოველდღიურობა. 2014 წლის ბოლო წარმატება ტელეკომპანიას თაკო ფეიქრიშვილის მომზადებულმა მასალამ მოუტანა. სიუჟეტმა სახელწოდებით გავა თუ არა პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ახალციხიდან ჟიურის მოწონება ყველაზე მეტად დაიმსახურა. მეცხრე არხის ჟურნალისტ ციგელი და პლანშეტი გადაეცა. კონკურსი 31 ნოემბერს ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიულმა დემოკრატიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მედიის ყველა საშუალების წარმომადგენელმა მიიღო. კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით 6 გამარჯვებული დაასახელა. მეორწლიანი მუშაობის განმავლობაში ეს პრიზი იყო პირველი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ჩემი წარმატება, არამედ მთლიანი ტელევიზიის წარმატება იყო, რადგან აქ ყველა ჟურნალისტი საერთო სტანდარტების მიხედვით ხელმძღვანელობდა, ვფიქრობ, რომ 2015-იც მეცხრე არხისთვის წარმატებული იქნება. მეცხრე არხში გასული წლების მსგავსად პარტნიორული ვიზიტი 2014 წელსაც განხორციელდა. ტელეკომპანიის 4 თანამშრომელი პენსილვანიის შტატში არსებულ ტელევიზია WICU-ს ესტუმრა. ქართველ ჟურნალისტებს ამერიკელი კოლეგები ერთი კვირის განმავლობაში საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. ისინი სამუშაო პროცესს დააგვირდნენ, ტექნიკურ მიღწევებს გაეცნენ და მიღებული ცოდნა საკუთარ ტელევიზიაში დანერგეს. 4 თანამშრომელი ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ქალაქ ერიში, ტელეკომპანია WICU-ში, გაწვრთნილი პროგრამის ფარგლებში. ეს იყო წარმატებული იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება რეგიონულ მაუწყებელს, მოგვეცა იმ საშუალება, რომ გავცნობოდით და სრულად აგვეთვისებინა უცხოური მედია საშუალების, მედია პარტნიორის მუშაობის სპეციფიკა. WICU-ში ვიზიტის შემდეგ ტელეკომპანია მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებათა რაოდენობა გაიზარდა. მთელი წლის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ჰქონდა ახალი ამბებისათვის უკვე დღეში 4-ჯერ ეყურებინა. ყოველდღიურად ექოს შუადღის წამყვანი თიკო კურტანიძე ადგილობრივებს 2:30-სა და 6:30-ზე ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს აცნობდა. საინფორმაციო გამოშვების ჯგუფი კი ცდილობდა, რომ ახალი ამბები მეცხრე არხის მაყურებლისათვის ობიექტურად და ოპერატიულად მიეწოდებინა. ყველანაირად ვცდილობდით, რომ ძალიან საინტერესო და უყურებადი ყოფილიყო ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები და რა თქმა უნდა მომავალი წლიდანაც ჩვენ გავაგრძელებთ იგივეს და ყოველთვის მზად ვართ ჩვენი შემოქმედებითი გუნდი, რომ ჩვენს მაყურებელს ყოველთვის ობიექტური ამომწურავი ინფორმაცია ოპერატიულად მივაწოდოთ. საეთერო ბადეს გარდა შემეცნებითი საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემისა ახალგაზრდული პროგრამაც დაემატა. კვირაში 3-ჯერ ახალგაზრდა წამყვანები თინეიჯერებს შოუ-ბიზნესის შესახებ საუბრობდნენ და SMS გზავნილების მეშვეობით მათ საყვარელ მუსიკას ეთერში აჟღერებდნენ. ახალგაზრდები საათნახევრის განმავლობაში აქტუალურ თემებზე საუბრობდნენ და მაყურებლის განწყობაზე ზრუნავდნენ. ძალიან საინტერესო იყო მასზე მუშაობა პირველ რიგში, იმიტომ რომ გავიგეთ ბევრი რამე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების შესახებ და ამავდროულად იყო სახალისო, რადგანაც მივეჩვიეთ გუნდურად მუშაობას, გადაცემის დაგეგმას, ასევე შემოვედი იმ პატარა ოჯახში, რომელსაც ქვია TV9 და გავხდი მისი სრულფასოვანი წევრი. ბევრი რაღაცა შეგვშლია, მაგრამ ისინი არ გვიგებოდნენ ისე თითქოს ჩვენი უფროსები არიან, არამედ პირიქით. რაღაცა ძალიან მხიარულად, რომ აი თქვენ უკეთ გამოგივათ, აი უკეთ შეძლებთ. არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი მეცხრე არხის ოჯახის მართლაც აი ამ თქმა როგორც თქვა, სრულფასოვანი ოჯახის წევრი ვარ. 2014 წელი ტელეკომპანია მეცხრე არხისათვის შეიძლება ითქვას, რომ იყო საინტერესო თავისი გამოწვევებით, სირთულეებითა და წარმატებებით. ასე აფასებს გასულ წელს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. მაია იველაშვილის თქმით, ტრადიციულად ქცეული მესხური ფესტივალი წელს ბევრად მასშტაბურად გაიმართა. ასევე მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა ტელეკომპანია ბორჯომთა მასალების გაცვლა და გადაცემა. ინტერაქტივი საშუალებით 3 სტუდია ერთმანეთს უკავშირდებოდა. თბილისში, ბორჯომსა და ახალციხეში მოწვეული სტუმრები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობდნენ და აქტუალურ თემებს ანალიტიკურ ჭრილში განიხილავდნენ. მაია იველაშვილი იმედოვნებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება 2015 წელი. მისი თქმით, ტელევიზიები ციფრულ მაუწყებლობაზე გადადიან და ეს მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ უკვე ჩვენი არაქართველი მოსახლეობისთვის დავიწყეთ სომხურ ენაზე დუბლირება გადაცემების, როგორც ჩვენი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული, ასევე გარბის წევრი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული გადაცემების და კვირაში ერთხელ უკვე ეს გადაცემები ჩაეშვება ეთერში, რომ ამ ხალხმა მიიღოს ინფორმაცია საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ენაზე, საკუთარი არხისგან.
პროფესიული წინსვლის გარდა 2014 წელს არხის თანამშრომელთა პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ცვლილებები მოხდა. 2 მათგანი დაოჯახდა, ხოლო 2 შვილი შეეძინა. კომპანია მეცხრეახი მუშაობას ახალი სეზონიდან, ახალი გეგმებით, იდეებითა და შემართებით გააგრძელებს. საუნივერსიტეტო ქრონიკები, ტელეხიდი ინტერაქტივი, კულინარიული შოუ, დიალოგი, ტელეადვოკატი, ფერმერის საათი. ეს და კიდევ ბევრი ახალი გადაცემა 2015 წელს. ერთგულ მაყურებელს ადგილობრივი ამბებისა და კონკრეტული გმირების შესახებ მოუყვება. თითოეული თანამშრომელი კი შეეცდება, რომ მომავალ წელსაც მეცხრეახი ტრადიციულად კვლავ თქვენ სამსახურში იგულოთ.